გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. თუ რამდენად წარმატებულად და კმაყოფილად აღვიქვამთ ჩვენს ცხოვრებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის, როგორ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს ცხოვრებაზე და ნიშნავს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ჩვენს მიზნებზე, ჩვენს შინაგან განწყობაზე. მე წლების წინ ძალიან ინტენსიურად მუშაობდი მაშინ ჩემს მიერ ახლად აღმოჩენილ და გათავისებულ შინაგანი ბავშვის კონცეფციაზე და ძალიან ბევრი გაცვლა-გამოცვლა მქონდა და ამ თემაზე ისეც მიყვარდა კომუნიკაცია და აღმოვაჩინე, რომ აქ გერმანიაში გამყიდველია თუ სოციალური მუშაკია თუ ჩემი კოლეგა ყველანი იყვნენ ერთი აზრის. შეიძლება შენი ბავშვობა იყო რთული, შეიძლება შენ გაქვს ტრამვები, რომლებიც შენზე მოქმედებენ, მაგრამ შენ ვერ დაიწყებ ყველაფრის მობოდიშებას ამით, როდესაც უნდა აიღო პასუხისმგებლობა შენს ცხოვრებაზე, ეს ტრამვები პრიორიტეტულად გადაამუშაო და შენი ცხოვრების სადავეები ხელში აიღო. მე დასაწყისში ცოტა ხისტად მომეჩვენა ესეთი დამოკიდებულება, იმიტომ რომ კლიენტები, ისეთი ემოციურობით, ისეთი ტკივილით აღწერდნენ თავიანთ ბავშვების გამოცდილებას და მე ვიცი რა მტკივნეულია რა, რთულია და რამდენ დროს მოითხოვს აი ამ ბავშვების ტრამვების განაიტრალება. მიუხედავად ამისა, წლებმაც და გამოცდილებამაც მიჩვენა, რომ ეს ადამიანები არიან მაგ კუთხით მართალი, თუ ჩვენ არ ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენს განწყობაზე, ჩვენ შინაგან ტრამვებზე, ჩვენს ყოველდღიურობაზე, აქედან არაფერი გამოვა და უნდა მთელი ცხოვრება ვიწუწუნოთ და ვაბრალოთ სხვებს ჩვენი წარუმატებლობა, ჩვენი ავადმყოფობები, რადგანაც ფსიქიკური ტრამვები იწვევს ასევე სხეულებრივ დაავადებებს და ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ რაც აკრეფილიც მქონდა ის წუწუნებით და ის რაღაც ესეთი რაღაც მსგავსი როგორც საწყალი მეკუთვნებადი გამოთქმებია, ეს ყველაფერი ჩამოვიცილე, მე აშკარად დავინახე ბევრად უკეთესი შედეგი, ვიდრე წარმოვიდგენდი და ამიტომ გეპატიჟებით, მოდით ამ თემას ერთად გადავხედოთ. ხანდახან ისეთი რაღაცები გვაქვს აკრეფილი, რომელიც ჩვენ გაცნობიერებული არ გვაქვს. ეხლა პასუხისმგებლობის გრძნობა ავიღოთ ჯერ ჯანმრთელობის მიმართ. მე ყოველ დილით, ეხლა აი ამ პერიოდში რიგი ამბების გამო და ეს არის ჩემი ანთებითი პროცესი ქვედაფაზე, ვარ ძალიან ისეთ დაბალი ენერგიის რეჟიმში და ვერ ვახერხებ ისე როგორც ვახერხებდი ყოველდღიურად ისე ვარჯიშს და ეხლა ისე მაწუხებს, რომ ვერ ვახერხებ და ვცდილობ ცოტაოდენი მაინც გავაკეთო. თუ ვინმე იტყვის ეხლა, რომ აი თქვენ იოლად გაქვთ სალაპარაკო, ხართ ეხლა აწყობილ ცხოვრების ფაზაში, სახლში პატარა ბავშვი აღარ მყავს და თქვენთვის ეს იოლია და მით უმეტეს თუ ვინმე იტყვის, რომ აიცი რა თქვენ ეხლა აწყობილ ქვეყანაში ცხოვრობთ, ეხლა ჩემი ვიდეოებიდან ისეც იცით, რომ არც ისეთი აწყობილია, როგორც თქვენ შეიძლება ან ვინმე წარმოიდგენდა ეს ქვეყანა, მაგრამ აი თქვენ აწყობილ ქვეყანაში ცხოვრობთ. აი მათთვის მინდა ვთქვა, რომ მე სტუდენტობის პერიოდში, როცა ვცხოვრობდი ბაგების სტუდენტების საცხოვრებელში და უნივერსიტეტის მაღლებ კორპუსში გადავდიოდით ჯერ საბაგიროთი, შემდეგ ხიდი გააკეთეს. ან მოვლით, სანამ ხიდი გაკეთდებოდა. ყოველ დილით, ისე რომ არავის დაუვალებია, ვარჯიშობდით სულ მცირე 15 წუთი, 15-დან 9 საათამდე, მერე ტანს ვიზელავდი ან შალად, ან სველი ვაფლიანი პირსით და კვირაში ორჯერ
თუ მქონდა საშუალება და დროები ვიცოდი და მქონდა პატარა ტელევიზორი ოთახში, აუცილებლად უსმენდი ტელევიზორში იყო ინგლისურის გაკვეთილები, რომ ჩემი ინგლისურის ზონა გამეუმჯობესებინა. მერე დავდიოდი ენების ლაბორატორიაში და ვიხდიდი თანხას ამისათვის. და შემდეგ კი როცა ასპირანტი გავხდი, აი ჩემი ასპირანტურის მეგობარმა ახლაც გამახსენა, რომ ის მუსიკაც კი მახსოვსო, რომელზეც შენო ყოველ დილით ვარჯიშობდიო. ისე რომ არც გერმანიასთან აქვს ამას კავშირი. არც საქართველოსთან ეს არის ჩვენი პიროვნული დამოკიდებულება ჩვენი ჯანმრთელობის მიმართ. მე ვარჯიშობდი ორი მიზეზის გამო. მინდო განწყობას მიქმნიდა დადებით განწყობას, ვარ დაბალი წნევის ადამიანი, ისე მაღალ წნევასაც ვხდება და გარდა მაგისა მინდოდა რომ ფორმაში ყოფილიყავი. და მართლაც ორივე მიზანი მიიღწევა იმ ცოტაოდენი ვარჯიშით. და როცა პერიოდები მქონდა, რომ აი ვერ შევძელი და იცით, რო წაებმება ერთმანეთს, ძნელია კიდევ ის შესვლა, ისე გინდა ადამიანს შინაგანი წინაღობების დაძლევა, რომ ისე ყოველდღიურად რეჟიმში ჩაჯდე. ეს არის არტემისის მოდუსი პოზიტიური გამოვლინებით და ყოველთვის მახსენდებოდა თუ რა პოზიტივი მომიტანა მე ამ ვარჯიშებმა და ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვამ და ამის შედეგი არის ის, რომ მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც საკმაოდ სერიოზულ გადასახადს ვიხდით დაზღვევაში და აი ამ კბილის ისტორიას თუ გამოვრიცხავთ, რომლის ფესვებიც როგორც ერთხელ თქვი, არის ისევ იმ ჩემს ბავშვობაში, როცა საბჭოთა კავშირის დროს და არ ვიცი ახლა როგორ არის, არ აქცევდნენ ბავშვებში კბილების პროფილაქტიკას, ესე ძირეული წმენდა, გინდა როგორ უნდა მოქცეულიყავი და არ იყო ეს მოწესრიგებული ეს სისტემა მიუხედავად კბილის ექიმების არსებობისა, აი ეს ექიმთან მე სიარული არ მიხდება, არც მე, არც ჩემს მეუღლეს. თავს კარგად გრძნობთ და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში ისე ვიხდით დაზღვევას, რომ ჩვენზე თანხები არ იხარჯება. ეხლა ეს პასუხისგებლობის გრძნობა განსხვავდება აქ და გერმანიაში და ჩვენთან ძირეულად და ეს მე ძალიან მკვეთრად აღვიქვი, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები დასაწყისში, რომ ჩემთვის უთქვიათ, რომ მოიცა ის აიღე ესე იგი შენ ნუ წუწუნებ, აი შეეცადე შეცვალო სიტუაცია და მე ვერ წარმომედგინა თუ მე ვწუწუნებდი. საერთოდ თავი მოწუწუნეთ არც მიმაჩნდა და მიკვირდა რომ რატომ მეუბნებიან ესე? იცით, ყველა წინადადება რომ ან კიდევ მინიშნება, რომელიც მიუთითებს მსმენელს, რომ ჩვენ პასუხისგებლობას ხედავთ სხვასთან. მაგალითად, იმან არ მომცა საშუალება, ჯანმრთელობის სისტემა ცუდი, აბა ჯანმრთელი როგორ ვიქნები ამ ქვეყანაში? და სულ ვიღაცა დამნაშავე. შენს გარდა ეს ყველაფერი ეთყობა აღიქმებოდა აქ წუწუნად და იცით, ესეც გამოვასწორე. ამიტომაც არის ჩემი ვიდეოს მიზანი, რომ მინდა რომ თქვენც დაუფიქრდეთ და კიდევ რაც მნიშვნელოვანია, ახალ თაობაში, ბავშვებში თავიდანვე ვიზრუნოთ, რომ ეს წუწუნის ეს დეფიციტის მოდუსი არ შემოვიდეს. ძალიან დამანგრეველია. იცით რატომ ბავშვი უკვე და მერე მოზარდი უკვე ფიქრობს, რომ აი რაღაც პრობლემა რომ აქვს, სხვამ უნდა გადაუჭრას. ეხლა ჯანმრთელობის პრობლემა ექიმმა უნდა გადაჭრას, რაღაცა სხვა პრობლემა აქვს ფსიქიკასთან, უნდა ფსიქოთერაპევტმა გადაუჭრას. არავინ არ გვიჭრის ჩვენს პრობლემას. ჩვენ თვითონ უნდა გადავჭრათ. ეს ადამიანები ჩვენ გვეხმარებიან. მედიცინა ჩვენ გვეხმარება, მაგრამ ცნობილი არის, რომ ჩვენი ფსიქიკური დამოკიდებულების და ჩვენი დახმა შინაგანი ესე შრომის თუ დახმარების გარეშე ჩვენ ვერცერთ დაავადებას ვერ დავტოვებთ.
ჩვენი ძალისხმევაც არის, კი არა ჩვენი ძალისხმევა არის უპირველეს ყოვლისა საჭირო. მე ერთი ვიდეო მაქვს ახლა ჩემს მეხსიერებაში ძალიან ემოციური ვიდეო იყო. დგას ქალი, ახალგაზრდა ლამაზი ქალი, გვერდით უდგას, მაღალი, ლამაზი ბიჭი, დაახლოებით ესე 18-20 წლის ასაკის. და ეს ქალი ძალიან ემოციურად, აი ეს ეხლამდელი აქციებთან დაკავშირებით იყო, ძალიან ემოციურად ლაპარაკობს, ჯერ ანადგურებს ამ ლაპარაკში თავის ამ ბიჭის გვერდით რომ უდგას ბიოლოგიურ მამას, რომელიც ყოფილა მოდერატორი, ეს მე ამ პიროვნებებს არ ვიცნობ, უბრალოდ მინდა ერთ რამეზე გაგიმახვილოთ ყურადღება, როგორც მაგალითს ვიღებ. და ძალიან ემოციურად, თითქმის ისტერიულად ლაპარაკობს, ბიჭი გვერდით უდგას და ამბობს, რომ მისი შვილი არის მსხვერპლი, ესე იგი ვერ მიხვდი იმ მომენტში გულისხმობდა მამას, საზოგადოებას, აი ამ ვითარებას თუ ყველაფერს ერთად და ამბობს ჩვენ ვართ მსხვერპლი, ეს ბიჭიც არის მსხვერპლი. ახლა კონკრეტულად სიტყვებით ეს მსხვერპლი დამამახსოვრდა. და შეძრწუნებული უყურებ, იმიტომ რომ მე ვიცი შედეგი რა ის ზეგავლენა რასაც ეს სიტყვა და დედის ქმედება შულზე ახდენს და ასევე ალბათ დიდი ალბათობით ეს პირველად გაგონილი სიტყვები და ემოციები არ იყო მოახდინა ამ ბიჭის, ამ ახალგაზრდა ადამიანის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ არა გვაქვს უფლება ჩვენ შვილებს დაუმახინჯოთ ფსიქიკა. არის ძალიან რთული პირადი ურთიერთობები, რომლებიც წესით არც უნდა შემდგარიყო მე თუ მკითხავს, იმიტომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ვის დაუკავშირეთ ჩვენი ცხოვრება. ის ვინ მაშინ ავღანეთშია თუ პაკისტანშია თუ სადღაც 12 წლის გოგონას რო როგორც ნერს გადასცემენ ვინმე მამაკაცს, იმას მე პასუხისმგებლობას ვერ მოვთხოვ, მაგრამ შენ როგორც დასრული ადამიანი უკავშირებ ცხოვრებას ვიღაცას მოძალადეს, შეიძლება თუ არის, მე კონკრეტულ შემთხვევას არ გულისხმობ და ვერ შეძელი პასუხისმგებლობა ვერ აიღე რომ გამორიდებოდი. რაღაცა მიზეზების გამო ვერ აიღე პასუხისმგებლობა. და მე აი ამ გამწარებული სიტუაციიდან მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ემოციები გადაგაქვს შენს შვილზე, გზდი მას დეფიციტის და მსხვერპლის მოდულში. არის დანაშაული ბავშვის მიმართ. იცით, ამას ვისაც უნდა გული ეტკინოს ამაზე, უნდა ვთქვა, რომ მე ვიცი რა არის წარადამთავრებული ურთიერთობა, ვიცი რა არის დაცილების ტკივილი, ვიცი რა უსუსური შეიძლება იყოს დედა რიგ გარემოებებში, მით უმეტეს თუ უსახსრობასთან აქვს მას საქმე, მით უმეტეს თუ ძალადობასთან აქვს მას საქმე, მაგრამ ჩვენ როგორც დედებს გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენ შვილებს არა მარტო პური და საჭმელი მივაწოდოთ, არამედ სანამ ისინი არიან დამოკიდებული ჩვენზე, მათზე ემოციურად არ ვიძალადოთ და ეს არის ემოციური ძალადობა ბავშვზე. და ჩვენი როგორც დედების პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენი შვილი, როგორც ჩვენი, ასევე სხვების ემოციური ძალადობისაგან, არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან, არამედ ემოციური ძალადობისაგან დავიცვათ. მე ჩემ შვილთან მიმართებაში, როგორც ახლა დედა ვიყავი რბილი და ჩემი ერთადერთი შვილი და იცით, არც მაგალითი მქონდა, არც YouTube არ იყო მაშინ, წიგნების კი ვკითხულობდი, მაგრამ მე თვითონ გვიან მივხვდი, რომ რიგ რაღაცებში, რასაც ქვია პასუხისმგებლობის აღება, აი გვიან დავიწყე. აქ გერმანელები უფრო მკაცრები არიან, ბავშვობიდანვე აქვს ბავშვს დავალებები, რომლებიც მან უნდა შეასრულოს, რომლის შესრულებაც მას შეუძლია და ის იმ დავალებებს ასრულებს ყოველთვის. სხვანაირად რა არის პასუხისმგებლობა?
თუ ბავშვი დავალებას ასრულებს მაშინ როცა მას მოეპრიანება ეს უკვე სხვა რაღაცაა. ესე იგი ვალდებულების შეგრძნება პატარა რაღაცების მიმართ, რაც ბავშვს მიუთითებს, რომ შენ ხარ აი ჩვენი ოჯახის, ჩვენი პატარა საზოგადოების წევრი, ჩვენ ვაკეთებთ ბევრს და შენც პატარა დავალება აიღე პასუხისმგებლობა ამ დავალებაზე. ნიშნავს, რომ შენ თუ იმ დღეს მორიგე ხარ შენ სახლში, სხვა დროს შეხვდი შენს მეგობარს. გაუცვალე ეს დღე. ჩემს შვილთან მიმართებაში მე მაქვს ერთ ვიდეოში მონაყოლი, როგორ შევძელი აი მოგვიანებით, მაგრამ ამის ასე თუ ისე გამოსწორება, მაგრამ მინდა რომ ერთი პატარა მაგალითი გითხრათ. მე მახსოვს რომ პატარა რომ იყო ჩემი გოგო სულ ეკარგებოდა ხელთათმანის ზამთარში მოდიოდა მაგალითად ერთი ხელთათმანით. მე ველოსიპედით რომ დაიწყო სიარული, მოვიდნენ, დამირეკა მეუღლემ, რომ ველოსიპედით ვერ მოვალთ, უნდა დავტოვოთ აქ, იმიტომ გასაღები დაკარგა ბავშვმა. ჩემი შვილი იყო ესეთი მოფარფატე პეპელასავით, ხას ისეთი სხვა არქეტიპი არის ვიდრე მე და მოკლედ ავიწყდებოდა. როცა ის მე რა გავაკეთე მაშინ, როცა პატარა იყო. ველოსიპედზე ვუყიდე კლიტე, რომელიც კომბინაციაზე იყო და ისეთი მარტივი კომბინაცია იყო, ყველა ოჯახის წევრმა ვიცოდით, ისე რომ გასაღების დაკარგვა გამოვრიცხე. სანამ პატარა იყო, ვყიდულობდი დასაწყისში, როცა ყველგან იყიდებოდა და ხან სუპერმარკეტშიც კი შედარებით იაფად იყო, 3 წყვილ ხელთათმანს, მაგრამ როცა მოიზარდა და უკვე სახში დამოუკიდებლად მოდიოდა და გასაღები ჭირდებოდა, უკვე მე ვიფიქრე, რომ გასაღების დაკარგვა უკვე დაკავშირებულია ჩვენს უსაფრთხოებასთან და ამავე დროს რომ თქვათ მე მთელი დღე არ შემოვდივარ სახში, ყოფილა შემთხვევები რომ მე სხვა ქალაქში მუშაობდი და გვიან შემოვდიოდი და ჩემი მეუღლე იმ პერიოდში 2 წლის განმავლობაში კიდევ საერთოდ არ იყო აქ სამხრეთ გერმანიაში მუშაობდა. და მაშინ მახსოვს რომ მეზობელთან დავტოვე გასაღები, ისე რომ ჩემმა შვილმა ეს არ იცოდა ყოველი შემთხვევისათვის. და თვეების განმავლობაში ვარჯიშობდი, ისე რომ ეს ჩემი შვილისთვის არ მეთქვია, მე რომ მეთქვა რომ ჩვენ მოდი ვივარჯიშოთ ჩვენ გასაღების არ დატოვებაში, შეიძლება პროტესტის გრძნობა გასჩენოდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში იყო აი ამ თინეიჯერობის გარდატეხის ასაკში და სულ რაღაცა სულ მეჯიუტებოდა, მე პროტესტებოდა სულ. მახსოვს ერთხელ რომ ის გადის უფრო ადრე, რამდენიმე წუთით ადრე და შევახსენე გასაღები ხომ გაქვს? შემომხედა რა საკვირველია, თქვა ისეთი იმით, აი როგორ მეკითხები, კი ბატონო. იმ დღეს ჩემს სემინარზე და მაშინ იყო ის სიტუაცია, რომ მხოლოდ ჩემს შვილს შეეძლო დაერეკა, რადგანაც მეუღლე სახლში არ იყო. ვამბობდი, რომ რაღაცა მჭირდება ეს აი ჩემი უსაფრთხოების შეგრძნებისათვის, რომ რაღაცა რა იყოს დამირეკოს, სანამ ის რასაკვირველია პატარა იყო დაახლოებით მე მგონი 6 კლასში. და ვთხოვე ჩემს სემინარის მონაწილეებს, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რომ ტელეფონმა დარეკა, რომ ჩემი შვილია და თუ შეიძლება და ავიღებ მეთქი ტელეფონს და ძალიან ხმადაბალი ის მოგწალებული ხმით მეკითხება. დედა, როდის მოხვალ? უკვე ვიცი რაც არის. მოთხარ გასაღები დაგჭა ხომ? ხომ ჩავეკითხე? კიდე ძალიან ისეთი ხნაზი ხმით. დამრჩა გასაღები. ხომ. არაფერი აღარ მეთქვია, ვიფიქრე, რომ კარგი ეს თუ მოხდა, იმიტომ აი ასეთი შემთხვევებიდან ისწავლის. და მივეცი უფლება, როგორც გამონაკლისი მოსულიყო და ჩემი გასაღები წაეღო და აქაც იყო მოთხოვნა, რომ შემოხვალ სახლში ეს გასაღები ჩამოკიდე შემოსასვლელში დაფაზე. და ამასაც დაჭირდა კარგახანი მეცადინეობა, რომ ეს გასაღები რომელი პალტოსთან ქურთუკის ჯიბეში იდო, რომ არ გვეძებნა. შემდეგ მახსოვს, რომ სულ მცირე 5-ჯერ 6-ჯერ დამეკავშირდა, ეს მოხდა ის, რომ დამეკავშირდა და მე ის შეგნებულად ვალოდინე 2 საათამდე სულ. ესე იგი ნიშნავს, რომ მე არ მივეცი უფლება მოსულიყო,
უთხარ შენ უნდა წახვიდე სახში და დამელოდო ბაღში გადადი შეგიძლია დაბალი ხუბია ერთხელ მეზობელთან შევიდა მაგრამ უთხარ მეზობელსაც ნუ შეაწუხებ და დამელოდე აი ამ დალოდებაში რომ გაიაზრო მე გასაღები არ დამავიწყდა ვერ მივაქციე ყურადღება რომ წამეღო და მე უნდა ველოდო და უნდა მოწყენილებაც ვიგრძნო რადგანაც საფრთხე აქ არისო აი ესე ნელ-ნელა ერთხელაც არ დავაჟღერე რომ მეზობელთან იყო გასაღები იმიტომ სულ წავიდოდა და გამოიტანდა იმ გასაღებს ეს იყო იმ შემთხვევისათვის თუ ჩემ შვილს საფრთხე დაემუქრებოდა ან მე წასული ვიქნებოდი და ის გასაღებს დაკარგავდა და სახში ვერ შევიდოდა და არც ერთხელ არ დაგჭირვებია და აი ესე ვამზადებდი ჩემს შვილს რომელიც არქეტიპულად ეს როგორც თქვი სხვა ტიპი არის რომ ვამბობდი რომ აბა რომ წავა სხვა ქალაქში და მე იქ არ ვიქნები ყველგან ხო ვერ გავყვები ამას ესე იგი მე უნდა ის გავაძლიერო და ამავე დროს ეს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა განუვითარდეს, გაუძლიერდეს, რომ გასაღები არის შენი პასუხისმგებლობა. შენ რასაც რომ მიდიხარ, აი მაგალითს ვიტყვი, მიდიხარ დემონსტრაციაზე და წასულა ჩემი შვილიც. ყოველთვის მეთქვია, შენ უნდა შეხედო ვის გვერდით დგეხარ. და ამავე დროს რა სახის დემონსტრაცია თუ ამჩნევ რომ ეს უკვე მშვიდობიანი არ არის და იქ რაღაც დაძაბულობები იქნება არის შენი პასუხისმგებლობა რომ ამას მაშინვე გაერიდო. იმიტომ რომ თუ რაღაცა მოხდა და როგორც ჩვენს ოჯახის ახლობელს აი გადარჩა ეს გოგო რაღაც შავი ბლოკის თქვენ არ ვიცით თუ გახსოვთ ჰამბურგში იყო უდიდესი დემო რაღაც ესე იგი შეხვედრა იყო და მოკლედ ეს შავი ბლოკის ხალხი ეს არის უკიდურესი ანტიფას ხალხი იტალიიდან სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ეს ჰამბურგის ერთი ნაწილი, ქალაქის ერთი ნაწილი მეანგრიეს და მოანგრიეს და ესეც ახლა რაღაც მშვიდობისათვის მშვიდობიან დემონსტრატების რიგ შეუერთდა, მაგრამ ამათ გვერდით რომ დგას, ვიღაცამ ზემოდან ყვავილის ქოთანი ესროლა ამათ და აი გვერდზე ჩამოუქროლა. წარმოიდგინეთ, არც დამცავი რაღაცე ფარა თავზე. მას რომ ეს თიხის ქოთანი თავზე დასემოდა. შენ ხარ პასუხისმგებელი ასევე, როცა გერმანიაში მართვის მოწმობას იღებ, გეუბნებიან, რომ შენ უნდა ატარო მანქანა წინ დახედულად, vorausschauend. ესე იგი, ნიშნავს, რომ შენ უნდა გაითვალისწინო, რომ შენს წინ მძღოლი მას შეიძლება შეცდომა დაუშვას. ან მას უცებ წინ რაღაცა ცხოველმა ადამიანმა გადაურბინოს და უცებ დაატორმოზოს. შენ როცა ატარებ მანქანას, ითვალისწინებ, რომ შეუცდომლების ხები არ არიან და ამას ეს ნიშნავს წინ დახედულად მანქანის ტარებას. და აქედან გამომდინარე, შენ იღებ ასევე შენს თავზე, შენს ფიქრებზე, შენს გრძნობებზე, შენს ქმედებებზე პასუხისმგებლობას და ისინი ქმნიან შენს ცხოვრებას. აი, ჩემთვის აბსოლუტური აი 100%-იანი ჭეშმარიტება არის ის, რომ მე თუ რაღაცამ ან ვიღაცამ ამ ჩემი დადებითი პოზიტიური ოპტიმისტური განწყობიდან გამომიყვანა, არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ მე იმ რაღაც მორევიდან თუ ჭაობიდან სასწრაფოდ ამოვიდე და ისევ ჩემს ოპტიმისტურ და პოზიტიურ განწყობილებას დაუბრუნდე. არა, იმიტომ რომ ეს მოდაშია და სასიამოვნოა, უპირველესად იმიტომ, რომ ჩემ ცხოვრებას ესე მოუხდება, რომ რასაც ვაჟღერებთ, რასაც გრძნობთ, იმას ვიზიტავთ და აი ის მორევი და ჭაობი არ მინდა მივიზიტო. სადაც ხალხი ისტერიკაშია, სადაც არადეკვატურები არიან, ჩემი ადგილი იქ არ არის ვიცი და ჩემ შვილსაც ვეუბნები და მე ყველას გთხოვთ, რომ ყურადღება მიაქციოთ, სადაც დგეხარ, ვისთანაც დგეხარ, რა ენერგიასაც აჟღერებს, რა პრეტენზიებსაც აჟღერებს და არიან ადამიანები, რომლებიც სულ სხვებს ადანაშაულებენ. დასრულმა ადამიანმა როდესღაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ვერ შეძლო არის მისი დიდი პრობლემა, მისთვის დიდი პრობლემა, მაგრამ სავალალო არის ეს, როცა ეს ჩვენთვისაც ხდება პრობლემა. ამიტომაც უნდა
ეს მისიაც ავიღოთ, რომ შევახსენოთ ადამიანებს, რომ ყოველთვის 100%-ით არ შეიძლება სხვა იყოს დამნაშავე, რომ ჩვენ ყოველთვის რაღაცა წვლილი გვაქვს აქ. ჩემშვილს რომ მქონდა მეგობრებთან და ეს ხო ყველა დედამ იცის, რომ ხდება გაუგებრობები, პრობლემები, სერიოზული ჩხუბები და კიდევ დაცილებაც და აი რაღაცა პრობლემა რომ იყო, ყოველთვის ვეუბნებოდი ხოლმე. ჯერ ვანუგეშებდი და მე ვეუბნებოდი, რომ აბა მოდი ახლა ერთად ვიფიქროთ, შენი წვლილი აქ რა არის და ერთ პატარა მაგალითს მოგიყვებით და დავამთავროთ ჩვენი ვიდეო. ჩემი შვილი ახალი გადასულია ქალაქის გიმნაზიაში და მოვიდა სახლში ძალიან შეცვლებული. დასაწყისში დაუმეგობრდა ერთ ძალიან ბეჭით გოგოს, აი ნუ ეს გოგონა იყო ისეთი ბეჭითი, სულ რასაც ჩემ დროს ხუთოსანს რო ვეძახდით. ეხლა აქ ერთიანებს რომ იღებენ. ძალიან მოწესრიგებული და ჩემ შვილს ძალიან მოწონდა ეს გოგო. და მოკლედ ერთად ზიან და მან მოიმდომა, რომ თავისი ემოციები უფრო ისე გამოეხატა და ამ გოგონას რვეულზე გული მიუხატა. პატარა გული მიუხატა. ესე იგი, აი წარმოიდგინეთ, რვეულის უკანა მხარეს იყო აი პატარა გული მიხატული. მიუხატა გული და მოკლედ ჩამოინგრა ამათი ურთიერთობა. ამას ისე ეწყინა ამ გულის მიხატვა ტერილი დაიწყო. რომ ეს სუფთა აღარ არის, ესე ძალიან ესე იგი პედანტური ჩვევას იყო მიჩვეული. ნუ იცით, ეხლა მე ვამბობ, რომ პატარა გულით, რომელიც არ ჩანდა ქვეყანა არ ჩამოინგრა, მაგრამ აი წავიდა სახლში და მოკლედ ამას მე დაუწერა, რომ ჩემი მშობლები მე მეუბნებიან, რომ შენ უნდა ახალი რვეული მიყიდ. ჩემი შვილი იყო ესე აი ამ ინფორმაციით მოვიდა ჩემთან. დავამშვიდე. მაშინვე მივეცი თანხა აღარ მახსოვს გონი 3 ევრო მივეცი, უთხარი არ შეიძლება რომ 2 ევროზე მეტი ღირდეს და ჩაეკითხე შენ და უთხარი რომ ჯობია რვეულის ყიდვას თვითონ იყიდოს რვეული, თვითონ იცის რა რვეულიც იყო. აი თუ და შეცდომით სხვა რვეული უყიდოთ. ხო და მიეცი ეს თანხა რაც ჭირდება და შემდეგ ჩემ შვილთან ვილაპარაკე. ეცით როცა დავაწყნარე, მე მას უთხარი რომ მოდი ნუ გეწყინება ეს და არ მithქვია რომ ეს გადააჭარბეს ძალიან და ეს პედანტები არიან და არ მილანძღია არაფრის დიდებით ეს ოჯახი. მე ვთხარი იცი რა ეს ემოცი შენ არ გესმის, მაგრამ შეიძლება მისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ეს გაკეცკეცებული რვეული ჰქონდა. შენ ხატავ შენ რვეულზე, მაგრამ აი ნახე დააკვირდი, მის სხვა რვეულებს ის თვითონ არ ხატავს. და შენ მის ზღვარს გადააბიჯე. არ გინდოდა. საყოდროს არ გეუბნები, მაგრამ შემდგომში გაითვალისწინე, რომ შენ რა ზღვარი გაქვს, იმ სხვას კიდევ თავისი ინდივიდუალური ზღვარი აქვს და სხვის საკუთრებას ესე იულად ნუ შეეხები, თუნდაც დადებითი განზრახვით. და აი, ახლა ის მეგობრობა და კარგი ურთიერთობა კი დაიშალა, მაგრამ ეს შემთხვევა მე გამოვიყენე იმისათვის, რომ ხაზი გამესვა, რომ ჩემ შვილისთვის რაც ბუნებრივი იყო და ეთყობა, რასაც მანამდე მეგობრებთან ესე აკეთებდა თავის წინა ვალდორფის სკოლაში, ამის გაგრძელება მექანიკურად, ესე ვთქვი, დაუფიქრებლად მოინდომა და მაშინვე წინააღმდეგობას წააწყდა და მე ვთხარი, ამ თანხას აძლევ შენ და ეს არის მართებული თანხა, რასაც მას უხდი. აიღე პასუხისგებლობა იმაზე, რომ შენ მის საკუთრებაზე რაღაცა მიუჩხაპნე, ხა შენ გული მიუჩხაპნე თუ რაღაცა დაუწერე ისიც სასიამოვნო, ეგ ეხლა კიდევ სხვა საკითხი არის და რადგან პოზიტიური რაღაც დაუწერე, არ გეკუთვნის საყვედური, მაგრამ გაფრთხილდი. აი ამით მინდა დაგემშვიდობოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენს განწყობებზე, ჩვენს ფიქრებზე და ჩავეკითხოთ ჩვენს თავს ხშირად ვიღებთ თუ არა საკმარის პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ჩვენ ხელგვეწიფება და ბევრი რამ ხელგვეწიფება. ჩვენი ფიქრები,
ემოციები განსაზღვრებენ ჩვენს ცხოვრებას. ჩვენი სიტყვები არის ის, რაც უკან გვიბრუნდება და გისურვებთ პოზიტივზე და იმაზე ფოკუსირებას, რაც თქვენს ცხოვრებას წინ სასურველი მიზნისაკენ წაიყვანს. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა.